სიახლეები ჯანდაცვის სფეროში. 2026 წლიდან პირველადი ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა. სამედიცინო დაწესებულებებს ასევე ახალი ლიცენზიის აღების ვალდებულება აქვთ. პროცესი უკვე დაიწყო თელავის რეფერალურ საავადმყოფოში. ხელმძღვანელი ხათუნა ჭონიაშვილის განმარტებით, ახალი წლიდან პირველად ჯანდაცვას დაემატა უფასო სერვისები. ხალი ნებართვის აღება გვესაჭიროება, რაზეც შესაბამისი განაცხადი წარადგინა ჩვენმა დაწესებულებამაც, რომ პირველად ჯანდაცვის მიმართულებით დაემატა სხვადასხვა ტიპის სერვისები, მაგალითად, როგორიც არის კარდიოეხოსკოპიური კვლევა, ელექტროლიტების, ასევე გლიკოზირებული ჰემოგლობინის და სხვადასხვა ტიპის კვლევები, რასაც აქამდე ამბულატორიული მიმართულებით კაპიტაციურად მიმაგრებული ბენეფიციარები შიდა სტანდარტით აკეთებდნენ ამ კვლევებს. თუმცა აქ უნდა მოხდება დიფერენცირება რა ჯგუფის და რა მიმართულებით, ანუ დიფერენცირდება რისკ ჯგუფები, შესაბამისად და ასევე დადასტურებული იქნება გულისუკმარისობა, დიაბეტური პრობლემები, ასევე ფქოდის პრობლემების მქონე პაციენტები და იმ ხარისხის მიხედვით, რა ხარისხიდანაც მათი ნოზოლოგია შემოიფარგლება, შესაბამისად უფასოდ საჭიროების შემთხვევაში უტარდებათ კიდევ დამატებით აღნიშნული კვლევები, რაც აქამდე ყველა პაციენტისთვის იყო ფასიანი. ფასებთან მიმართებაში გასაგებია, რომ იცით გარკვეული ინფლაციის კურსი მოქმედებს ნებისმიერ მიმართულებას და მათ შორის ჯანდაცვაზეც, თუმცა საყოველთაო ჯანდაცვის კუთხით, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვა DRG მიმართულება, რომელიც 23 წლიდან დაიწყო და ამ შემთხვევაში ფასთა კოტირება მოხდა და მისი ცვლილება დღემდე ნამდვილად არ მომხდარა. ერთადერთი არის აქ, რომ თანაგადახდები უწევთ პაციენტებს სტაციონარული მომსახურების გადაუდებელი იქნება თუ გეგმიური სტაციონარული მომსახურების კუთხით პაციენტს იმის და მიხედვით რა პაკეტი აქვს, ანუ რომელ მიზნობრივ ჯგუფს ეკუთვნის ეს, პენსიონერის ჯგუფს ეკუთვნის თუ საბაზისო პაკეტის მქონე მოქალაქეა, შესაბამისად აქვს თანაგადახდები, ეს არის 10%, 20%, 30% და არის კატეგორიები, რომელთაც 100%-იან, ეს არის უმწევო კატეგორია 218 დადგენილებით დაზღვეული მოქალაქეები, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეები, რომელთაც უფასო სამედიცინო მომსახურებების გაწევა უხდება სტაციონარული სერვისი.